მითხარით რომ ჭავჭავაძის ქუჩის იქით არაფერი არ კეთებო, მითხრა ადამიანმა რომელ ეზოში ცხოვრობს. მივიდეთ ერთად და ვნახოთ ეზო არის თუ არა გაკეთებული. მივიდეთ ნებისმიერ სხვა ეზოში და პრობლემა რომ ბევრი გვაქვს, ეხლა თქვენ რა გინდა მითხარით? პრობლემა რომ ბევრი გვაქვს. ჩვენზე კარგად იცით რომელიმე? ნებისმიერ ფორმატში. სადაც საჭირო ჩავთვლი და რო კეთებან. ეს უბრალოდ ჩემმა მეზობელმა უნდა იცოდე და მე უნდა ვიცოდე. მაგრამ ეს სილამაზე მარტო და შეერი კუჭით, კარგი ასვალზე სიარული ეს არა არის. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ამას ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, ბულვარი გავაკეთეთ იმისთვის კარგად, რომ ჭაობში გავაკეთებინა ეზო. ეგ არის ჩემი პასუხი და ამ პასუხის იგეთ ახსნა რაც არის, ჩემო მერაბ, თუ დაგჭირდება თემატურად ვილაპარაკოთ. ეხლა თქვენ ლამაზი აქცია გაქვთ, პოლიტიკური აქცია, გააგრძელეთ თქვენი საქმე, ახალგაზრდება კაი საქმეს აკეთეთ, აბარა. გამოიარა ბატონი გიორგი კირთაძე, საგრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ დაუძახეთ მას და გავაჩერეთ და დავიწყეთ ამ შესახებ საუბარი. თქვენ იცით ალბათ გამოფენის შესახებ გამოფენა იყო დღეს იმ ბათუმის, ნახევარი ბათუმის ქუჩების და საერთოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც არ შესრულებულა და რის ხარჯზე გაკეთდა ეგრეთ წოდებული ძველი ბათუმი, ნახევარი ბათუმის ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია, რომელიც რამოდენიმე მილიარდ ნახევარ ლარამდე დაჯდა. ის რაღაც უსახური შენობები, თუნდაც უსახური ძეგლები ასე დავარქვათ, რის ხარჯზეც ნახევარ ბათუმში შეიძლებოდა ადამიანებისთვის უფრო მეტი ყურადღების მიქცევა და ან გზის გაკეთება, ინდაც საკანალიზაციო სისტემაც, ინდაც წყლის პრობლემის მოგვარება, რომელიც უბრალოდ სიცხვილია, როცა გამოდის ჭაობიდან ადამიანი და ტალახიანი ფეხსაცმელი აქვს, როცა უნდა გამოვიდეს ბათუმში დაუშვა და თუნდაც ბულვარში გაისეინო. ჩვენ ნახეთ აქ გამოფენაზე ის ბათუმი, რომელსაც ასაგულდაგულოდ მალავს ქალაქის ხელმძღვანელობა და საერთოდ ქვეყნის ხელმძღვანელობა. ჩვენ გამოვიხმაროთ იმ ფაქტსაც, რომ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თითქოს და მოინახულა ის მეორე ნაწილი ბათუმის, რომელიც გაურემონტებელია და სინამდვილეში ხიმშიაშვილის ქუჩაზე გარემონტებულ ქუჩაზე დადიოდა და მოსახლეობას ხვდებოდა. ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ უთხრათ მათ, ნუ დაივიწყებენ ამ ბათუმს და ამ მოსახლეობას. აშენებენ, ძალიან კაი არ ვაშენებენ. ხედავთ, მაგრამ ჩვენ ვიჩობით აგერ მათი აშენებენ. რა ვიცი. აი მანქანების დიდი დადეს, ინგრევა აი ყველაფერი. ჩამევიდესო? ეს ბათუმის ცენტრად ითვლება ეს. შვიდობა? ცენტრად ითვლება, მაგრამ თუ აი ცენტრია, ჩვენ დაცენტრილი ყოფილვართ ყველა მაშინ. მოვა. აი თუ ცენტრია. და რეზინის იმით დავდივართ, რომ არ გაგვიქუსდეს გასაცნობ. ჩვენც შეიძლება მოგხედოს აქეთ რა ვიცი მე აი თავრობა. ცენტრია და ჩვენ ჭაობში ვართ, მაგრამ ყოღები გვჭამთ და წყალი გვახჭამთ. რა გააკეთეს კანალიზაცია? თუ აკეთებდნენ იმისი ფარტე გეკეთებენ, რომ ქალაქის წყალი გასულიყო და ჩვენ არ დამშველიყავ. ბაგრატიონის ქუჩაზე კანალიზაცია იგი წყალი ამოდის რომ გაწვიმდება. ისეთი რამე მოდის გაფუჭებულია კაცია რა პატრონი. აჰა, რას გავს აქავრობა? ეს ქალაქია? მიმართეთ თხოვნით ვინმეს რო გაეკეთებინათ. ვის მიმართეთ? აგერ აკეთებდნენ წყალის ხალხი და დაინახეს და განცხადება დაწერეთ, ვინ უნდა დაწეროთ.